სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. პირველად ქვეყნის ისტორიაში სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის მთავარსარდალი მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს. ისევე როგორც მთელ საქართველოში საარჩევნო უბნები გორშიც გახსნილია. 59-ის საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ნანა ოქროშიაშვილის თქმით მეორე ტურში ცვლილებებია. საარჩევნო უბანი გაიხსნა დილიშვიდ საათზე. აბსოლუტურად ყველა წევრი გამოცხადა თავის დროზე, 12 წევრი. გავხსენით უბანი და უბნის გახსნის შემდეგ გავიარეთ კანონით გათვალისწინებული პროცედურები. პირველ რიგში დივანს გადავეცით ჩანაწერთა წიგნზე შემაჯამებელი ოქმი სადემონსტრაციო ოქმთან ერთად და შემდეგ გამოვავლინეთ წილისყრით ფუნქციები. პირველ რიგში გამოვავლინეთ გადასატანიყუთვის გამყოლთა ვინაობა, ამის შემდეგ განაწილდა სხვა ფუნქციები, გამოვლინეთ წილისყრით სხვა ფუნქციები. ცვლილება ხომ არ არის გადასატანყუში ამორჩევით არაყოფილი? კი არის. 16 ყავდა წინა პირველ ტურზე და ეხლა 29 ამორჩეველი. რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილება? რაოდენობა? ვერ გეტყვით, ალბათ გააქტიურდა ამორჩეველი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს რა მოვლენილი ქონდა რამე პენსიონერებს რამე გაუკეთეს? არაფერი. თუ არ გააკეთებენ, მაგათა უნდა იდნენ გვერდზე. და ვის გააკეთებს იმათ მივცეთ ხვას. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირ წესით ირჩევს. მოქალაქეებს ხმის მიცემა დილის 8-დან საღამოს 20 საათამდე შეეძლებათ. მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გაიხსნა.